რუთის ისტორიის ჭეშმარიტად გასაგებად, პირველ რიგში უნდა გავიაზროთ სამყარო, რომელშიც ის ვითარდება. რუთის წიგნი იწყება მარტივი და სასტიკი ფრაზით, იმ დღეებში, როცა მსაჯულები მართავდნენ რუთი ერთი. ეს არ არის მხოლოდ ისტორიული ნიშანი. ეს არის სიგნალი მკითხველისთვის, ჩვენ ვსაუბრობთ ისრაელის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ პერიოდზე. საჯულთა ერა არის ციკლური განდგომილების, ძალადობის, ტომობრივი ომებისა და სულიერი ქაოსის დრო. ხალხი ისე იქცეოდა, რაც მათ თვალში სწორად ჩანდა, მსაჯულები 21-25. ამ ფონზე რუთის წიგნი ბნელ ოთახში მშვიდ შუქს ჰგავს. ეს არის ისტორია არა მეფეებსა და ომებზე, არამედ სამ ადამიანზე ხანში შესულ ქვრივზე, ახალგაზრდა უცხოელზე და მდიდარ მიწის მესაკუთრეზე, რომლებმაც უნივერსალური ეგოიზმის სამყაროში აირჩიეს ერთგულების, სიკეთისა და მსხვერპლშეწირული სიყვარულის გზა. და სწორედ ეს მშვიდი ისტორია აღმოჩნდა წმინდა წერილში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. რადგან სწორედ ამ ხაზიდან რუთისა და ბოაზის მეშვეობით დაიბადება დავითი. და დავითის მეშვეობით საბოლოოდ მოვა მესია. მაგრამ ჩვენ წინ ვდგავართ. პირველი თავი, დანაკარგი. ისტორია ტრაგედიით იწყება. ნაომის ქმარი ელიმელექი ოჯახს ცოლსა და ორ ვაჟს მიჰყავს და ბეთლემიდან მოაბის წარმართულ ქვეყანაში მიდის. მიზეზი მარტივი და გასაგებია, შიმშილი. მაშინ იუდას ბეთლემელი კაცი, ის, მისი ცოლი და ორი ვაჟი, მოაბის ქვეყანაში საცხოვრებლად წავიდა რუთი ერთი. მოაბი უბრალოდ ქვეყანაზე მეტი იყო. ისრაელისთვის ეს უცხო ღმერთების, უცხო წესჩვეულებების, უცხო სისხლის ქვეყანა იყო. ისინი იქ არ მიდიოდნენ. ისინი იქ მხოლოდ მაშინ მიდიოდნენ, როცა სხვაგან წასასვლელი არსად იყო. ისინი ახერხებდნენ და რჩებოდნენ. ვაჟები გაიზარდნენ და ადგილობრივ ქალებზე ორფაზე და როძზე დაქორწინდნენ. როგორც ჩანს, ცხოვრება უმჯობესდებოდა. მაგრამ შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით სამი სიკვდილი. ჯერ ელიმელექი კვდება. შემდეგ ორივე ვაჟი კვდება. ნაომი მარტო რჩება უცხო ქვეყანაში, ქმრის გარეშე, ვაჟების გარეშე, ორი წარმართი რძლით. ძველ სამყაროში ეს ერთ რამეს ნიშნავდა, სრულ უმწეობას. ქალი, რომელსაც მამაკაცი მფარველი არ ჰყავდა, ქონებას, იურიდიულ დაცვასა და სოციალურ სტატუსს ჩამოერთვა. ნაომიმ ყველაფერი დაკარგა. შემდეგ კი ის სახლში დაბრუნებას გადაწყვეტს ბეთლემში, საიდანაც ის იყო. მას ჭორები მიაღწია, რომ შიმშილობა დასრულდა, მოაბის ველზე გაიგო, რომ უფალმა მოინახულა თავისი ხალხი და პური მისცა რუთი 1:6. ის წასასვლელად ემზადება. მისი რძლებიც თან ახლავს. მაგრამ შუა გზაზე ნაომი ჩერდება და მათკენ ბრუნდება. და ის ამბობს რაღაცას, რაც, ალბათ უზარმაზარი ძალისხმევა დაუჯდა. წადით, თითოეული თქვენგანი თავის დედის სახლში დაბრუნდეთ, უფალმა სიკეთე მოგანიჭოთ, როგორც მკვდრებს და მე რუთი 1:8. ის მათ შორდება. ის ამბობს, დაბრუნდით თქვენს ოჯახებში, თქვენს ღმერთებთან, თქვენ სიცოცხლეში. მე არაფერი მაქვს თქვენთვის. მე მოხუცი ვარ, ღარიბი და უფალმა ხელი აღმართა ჩემზე. ორფა ტირის, კოცნის დედამთილ რძალს და მიდის. ის გონივრულ არჩევანს აკეთებს. ლოგიკური არჩევანი. გასაგები არჩევანი. და რუთი რჩება. ნაომი ცდილობს მის დარწმუნებას. ის ორფაზე მიუთითებს, აჰა, შენი რძალი დაბრუნდა თავის ხალხთან და თავის ღმერთებთან რუთი 1:15. წადი შენც. შემდეგ რუთი წარმოთქვამს სიტყვებს, რომლებიც მთელ ბიბლიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გახდა, ნუ მთხოვ, რომ მიგატოვო, ან უკან დავიხიო. რადგან სადაც არ უნდა წახვიდე, იქ წავალ და სადაც არ უნდა დაბინავდე, იქ დაუბინავდები. შენი ხალხი ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი ჩემი ღმერთი იქნება. სადაც არ უნდა მოკვდე, იქ მოვკვდები და დავიმარხები. ასე მომეკეცი და მით უმეტეს, თუ სიკვდილის გარდა სხვა რამ დაგვაშორებს რუთი 1:16-17. დაფიქრდით ამ სიტყვებზე. ეს უბრალოდ ლამაზი სიტყვა არ არის. ეს ფიციცა. რუთი მას ებრაული ფიცის გამოყენებით წარმოთქვამს, ასე მიყოს უფალმა, ანუ ის ღმერთს მოუწოდებს, რომ თავისი დაპირება შეასრულოს. ის თავის თავზე იღებს აღთქმას. და ამას ნებაყოფლობით აკეთებს იძულების გარეშე, მოგების გარეშე, ჯილდოს იმედის გარეშე. ის მოაბელია. წარმართი. ქვრივი. ის ყველაფერს ტოვებს და უცხო ქვეყანაში მიდის ღარიბ მოხუც ქალთან ერთად. არანაირი ლოგიკა. არანაირი პრაქტიკული მიზეზი. მხოლოდ ერთგულება. ნაომი ესმის ეს ფიცი და დუმს. და შეწყვიტა მისი წაქეზება რუთი 1:18.
როდესაც ვინმე ასეთ სიტყვებს ამბობს, აღარაფერია საკამათო. ისინი ერთად მიდიან ბეთლემისკენ. როდესაც ისინი ქალაქში ჩადიან, მთელი ბეთლემი აჟიოტაჟშია. ხალხი ცნობს ნაომის მიესალმება და კითხვებს უსვამს. ის კი რაღაც შემაძრწუნებელს ამბობს, ნუ დამიძახებთ ნაომის, არამედ დამიძახეთ, მარა რადგან ძლიერ დამჩაგრა ყოვლის შემძლემ. აქედან სავსე გამოვედი, მაგრამ უფალმა ცარიელი დამაბრუნა. რუთი 1:20-21. ნაომი ებრაულად სასიამოვნოს ნიშნავს. მარა მწარეს. მან სახელი შეიცვალა, რადგან თავად შეიცვალა. ის გატეხილია. განადგურებულია. მისი სიტყვები არც ღვთის წინააღმდეგ ამბოხებას და არც ჩუმ მორჩილებას გამოხატავს. ისინი გადმოსცემენ იმ ადამიანის გულწრფელ ტკივილს, რომელიც ვერ ხვდება რა ხდება, მაგრამ მაინც დგას ღვთის წინაშე. ეს მნიშვნელოვანი დეტალია, ნაომი არ ამტკიცებს, რომ ყველაფერი კარგადაა. და წმინდა წერილი არ გმობს მას ამის გამო. მეორე თავი, მინდორი და შეხვედრა. ისინი ქერის მკის დაწყებისას დაბრუნდნენ. და აქ ჩნდება ისრაელის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წესი მოსავლის აღების კანონი. მოსეს კანონის თანახმად, ფერმერებს არ ჰქონდათ უფლება მთელი მოსავლის აღება. მინდვრის კიდეები, ჩამოცვენილი მარცვლეულის თავთავები, რაც მომკელების პირველი გავლის შემდეგ დარჩა, ეს ყველაფერი ღარიბებისთვის, უცხოელებისთვის და ქვრივებისთვის უნდა დარჩენილიყო. როდესაც თქვენი მიწის მოსავალს მოიმკით, მინდვრის კიდემდე ნუ მოიმკით და მოსავლის აღებულ ნარჩენებს ნუ შეაგროვებთ. ღარიბებისა და უცხოელებისთვის დატოვეთ. ლევიანები 23:22. რუთმა იცის ამ კანონის შესახებ. ან იქნებ ახლახან გაიგო ამის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში ის მიდის ნაომისთან და ეუბნება, მინდორში გავალ და ამოვიღებ. მინდორში გავალ და ამოვიღებ, მისი კვალდაკვალ, ვის წინაშეც მადლს ვპოულობ. რუთი 2:2. ის არ ითხოვს. ის არ წუწუნებს. ის ამბობს, სამსახურში წავალ. გზას ვიპოვი. ნაომი უშვებს. და რუთი ვიღაც ბოაზის ყანაში აღმოჩნდება. შემთხვევით თუ არა. წმინდა წერილი ამბობს, შემთხვევით ის ბოაზის ყანაში აღმოჩნდა. რუთი 2:3. ებრაულ ორიგინალში არის სიტყვათა თამაში, შემთხვევით დგას სმის გვერდით, რომელიც უბრალოდ დამთხოვაზე მეტს გულისხმობს. ეს არის ის, რასაც ჩვენ ღვთის განგებას ვუწოდებთ, ჩვეულებრივ დღეს გამოწყობილს. ბოაზი გავლენიანი ადამიანია. მდიდარი მიწის მესაკუთრე, ქალაქში პატივცემული. და რაც მთავარია, ის ნაომის გარდაცვლილი ქმრის ელიმელექის ნათესავია. ისრაელში ამას უდიდესი იურიდიული მნიშვნელობა ჰქონდა, რომელსაც მალე განვიხილავთ. ბოაზი ყანაში ჩადის, მიესალმება თავის მუშებს და ამჩნევს უცნაურ ახალგაზრდა ქალს. ის ეკითხება მის შესახებ. მუშა პასუხობს, ეს მოაბელი ქალია, რომელიც ნაომისთან ერთად მოვიდა. მან ითხოვა ნებართვა მოსავლის ასაღებად და დილიდან მუშაობს, თითქმის დაუსვენებლად. შემდეგ ბოაზი მოულოდნელ რამეს აკეთებს. ის თავად მიდის რუთთან და ეუბნება, მისმინე, ასულო, ნუ წახვალ სხვა ყანაში მოსავლის ასაღებად და ნუ წახვალ აქედან, არამედ დარჩი აქ ჩემს მხევლებთან. შენს თვალწინ დაიცავი მინდორი, სადაც ისინი მკიან და გაჰყევი მათ. აჰა, მე ვუბრძანე ჩემს მსახურებს, რომ არ დაგაზიანონ. როცა მოგწყურდება, მიდი ჩურჩელთან და დალიე იმიდან, რასაც ჩემი მსახურები იღებენ. რუთი 2:8-9. რუთი შოკირებულია. ის მიწაზე ეცემა და ეკითხება, რატომ? მე უცხო ვარ. რატომ ხარ ასეთი კეთილი ჩემ მიმართ? ბოაზის პასუხი კი ამ წიგნში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია. მე ყველაფერი მითხრეს, რაც შენი დედამთილისთვის გააკეთე შენი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, როგორ მიატოვე მამა შენი, დედა შენი და შენი სამშობლო და მოხვედი იმ ხალხთან, რომელსაც აქამდე არ იცნობდი. უფალმა გადაგიხადოს ეს საქმე და სრული ჯილდო მიიღო უფლისგან, ისრაელის ღმერთისგან, რომლის ფრთების ქვეშაც თავშესაფარი იპოვე. რუთი 2:11-12. ბოაზმა იცის. თელმა ბეთლემმა იცის ამ ახალგაზრდა ქალის ისტორია. და ის მასში ხედავს არა უცხოელს, არა ღარიბ მუშაკს, არამედ ადამიანს, რომელმაც ერთგულება აირჩია. მისი სიტყვები უფლის ფრთების ქვეშ, თითქმის უსტად იმეორებს 92 ფსალმოს. ღმერთი იცავს მათ, ვინც მასში თავშესაფარს ეძებს. და რუთმა იპოვა იგი. მესამე თავი, რწმენის თავხედობა. მოსავლის აღება მიმდინარეობს. ნაომი აკვირდება. და მასში რაღაც იღვიძებს. გამწარებული, განადგურებული ქალი ის ხედავს რაღაცას. რომ ღმერთმა შესაძლოა არ შებრუნდა.
ის რუთს რაღაც მნიშვნელოვანს ეუბნება. ის უხსნის თუ ვინ არის ბოაზი, ეს კაცი ჩვენი ახლო ნათესავია, ის ჩვენი ერთ-ერთი გამომსყიდველია. რუთი 2:20. ებრაულად სიტყვა გამომსყიდველი არის გოლ. ეს იურიდიული ტერმინია. მოსეს კანონის თანახმად უახლოესი ნათესავი ვალდებული იყო დაეცვა ოჯახის ინტერესები, გამოესყიდა გაყიდული მიწები, შეენარჩუნებინა გარდაცვლილის სახელი მის ქვრივზე ქორწინებით. ამას ეწოდებოდა ლევირატის ქორწინება. ეს არ იყო რომანტიკული არჩევანი, ეს იყო მოვალეობა კლანის და ღმერთის წინაშე. ნაომი ხედავს შესაძლებლობას. და ის ეუბნება რუთს, წადი მის კალოზე. დღეს ღამით. ის, რასაც ნაომი სთავაზობს, სარისკოა. რუთი ღამით ბოაზთან უნდა მივიდეს კალოზე, დაწვეს მის ფეხებთან და სთხოვოს, რომ ფარდით დაიფაროს იგი. ეს სიმბოლური ჟესტია დაცვის, ოჯახში მიღების თხოვნა. მაგრამ ახალგაზრდა ქვრივისთვის, რომელიც ღამით კაცთან მიდის, ეს უზარმაზარ გამბედაობას მოითხოვს. ერთი არასწორი ნაბიჯი, ერთი გაუგებრობა და მისი რეპუტაცია სამუდამოდ ინგრევა. რუთი მიდის. ის ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც ნაომიმ დაავალა. და როდესაც ბოაზი იღვიძებს და ხედავს მას, ის ეუბნება, გაშალე ფრთა შენს მხევალზე, რადგან ნათესავი ხარ. რუთი 3:9. ის დაცვას ითხოვს. ის სთხოვს მას შეასრულოს გოელის მხსნელის როლი. და ბოაზის პასუხი ნამდვილი ხასიათის კაცის პასუხია, კურთხეული ხარ უფლისგან, ჩემო ასულო. შენი უკანასკნელი კეთილი საქმე პირველზე უკეთესია, რადგან არ გახგევი ახალგაზრდებს, ღარიბებს თუ მდიდრებს. რუთი 3:10. ბოაზი ხვდება, რუთს შეეძლო ნებისმიერზე დაქორწინება. ის ახალგაზრდაა, ლამაზია, ცნობილია თავისი ხასიათით. მაგრამ ის მასთან მივიდა, რადგან ის გოელი იყო. იმიტომ რომ ეს სწორია. არა იმიტომ რომ ეს მომგებიანია, არამედ იმიტომ რომ ეს სიმართლეა. ის მოქმედებას გვპირდება. თუმცა სამართლიან გაფრთხილებას იძლევა, არის ერთი კაცი, რომლის ჯერიც პირველი დგება. თუ ის თავის უფლებაზე უარს იტყვის, ბოაზი მას უკან გამოისყიდის. მეოთხე თავი, კარიბჭესთან. ძველ ისრაელში იურიდიული გარიგებები ქალაქის კარიბჭესთან სრულდებოდა, სადაც უხუცესები იკრიბებოდნენ, სადაც დავებს წყვეტდნენ, სადაც ხალხი მოწმედ გამოდიოდა. ბოაზი დილით კარიბჭესთან მიდის. ის პოულობს ნათესავს. ის ათუხუცესს აგროვებს. ის საქმეს წარადგენს. ელიმელექის მიწა იყიდება, სურს თუ არა ნათესავს მისი ყიდვა. ის ამბობს, მე ვიყიდი. შემდეგ ბოაზი პირობას ამატებს, მიწასთან ერთად მან უნდა წაიყვანოს რუთი, მახლონის ქვრივი, რათა გარდაცვლილის სახელი მის მემკვიდრეობაზე აღამაღლოს. შემდეგ კი ნათესავი გადაიფიქრა. მე არ შემიძლია მისი ცოლად მოყვანა, რათა არ გავაფუჭო ჩემი მემკვიდრეობა. შენ წაიყვანე, რადგან არ შემიძლია მისი წაყვანა. რუთი 4:6. ის შიშობს თავისი მემკვიდრეობის გამო. ეს იურიდიულად ნათელია, თუ მას რუთისგან ვაჟი ეყოლება, ეს ვაჟი მემკვიდრეობით მიიღებს შეძენილ მიწას, რაც ნიშნავს, რომ ფული მის ოჯახს დატოვებს. წამგებიანი. ის იხდის სანდლს უარის თქმის უძველეს სიმბოლოს და ბოაზს აძლევს. და ბოაზი ყველა უხუცესის წინაშე ამბობს, თქვენ ხართ მოწმეები, რომ ნაომისგან ვიყიდე ელიმელექის ყველაფერი, ქილიონისა და მახლონის ყველაფერი. ასევე მოვიყვანე მოაბელი რუთი, მახლონის ცოლი, ცოლად, რათა გარდაცვლილის სახელი აღვადგინო მის სამკვიდროში. რუთი 4:9. უხუცესები პასუხობენ, ჩვენ ვართ მოწმეები. და ისინი წარმოთქვამენ კურთხევას, რომელიც წინასწარმეტყველური გახდა, უფალმა შენს სახლში შემოსული ქალი რახელისა და ლეას მსგავსი გახადოს, რომლებმაც ისრაელის სახლი ააშენეს. რუთი 4:11. რახელი და ლეა. ისრაელის ხალხის დედები. ეს არ არის მხოლოდ კომპლიმენტი, ეს არის წინასწარმეტყველება იმის შესახებ, თუ ვინ გახდება რუთი ხსნის ისტორიაში. დასასრული, ღმერთი აღადგენს. ბოაზი რუთს ცოლად იღებს. უფალი მას დაორსულების უფლებას აძლევს. ვაჟი, ობედი იბადება. ბეთლემის ქალები ნაომის ეუბნებიან, კურთხეული იყოს უფალი, რადგან დღეს მემკვიდრეობის გარეშე არ დაგიტოვებია. რუთი 4:14. შემდეგ კი შემაძრწუნებელი დეტალი მოდის, ამბობენ, რომ რუთი მისთვის 7 ვაჟზე უკეთესია. 7 სრულყოფილების რიცხვია. ეს წარმოუდგენელი ქებაა. და ნაომი იღებს ბიჭს და მკერდთან ათავსებს. ქალები მას ობედს არქმევენ, რაც ნიშნავს მსახურს, პატივისცემას. წიგნის ბოლოს სტროფები კი გენეალოგიაა. ლაკონური, მშრალი, როგორც ბიბლიაშია ჩვეულებისამებრ.
ობედმა შვა იესე. იესემ შვა დავითი. მინდვრიდან მწუხარებიდან უცხოელი ქვრივის ერთგულებიდან წარმოიშვა ხაზი, რომელიც მეფესთან მიგვიყვანდა. მეფის მეშვეობით კი მეფეთა მეფესთან. რას გვასწავლის რუთის ისტორია? 1. ერთგულება არჩევანია და არა გრძნობა. რუთს არ უგრძნია თავი ვალდებულად დარჩენილიყო ნაომისთან. არც ერთი კანონი არ ავალდებულებდა მას ამას. არც ერთი ტრადიცია არ ავალდებულებდა. ორფა წავიდა და არავინ განსჭიდა ამისთვის. მან სწორად მოიქცა. მაგრამ რუთმა ერთგულება აირჩია არა იმიტომ, რომ ეს სწორი იყო, არამედ იმიტომ, რომ ეს სწორი იყო. მისი ცნობილი აღთქმა სადაც წახვალ, მეც იქ წავალ ემოციების აფეთქება არ იყო. ეს იყო გადაწყვეტილება. მიღებული ფხიზლად იმ დროს, როდესაც ემოციები პირიქით მას წასვლას უბიძგებდა. ორფა ახლოს ტიროდა. წასვლა მტკივნეული იყო. დარჩენა წამგებიანი. მაგრამ რუთი დარჩა. წმინდა წერილი არაერთხელ გვიჩვენებს, ჭეშმარიტი ერთგულება ზუსტად მაშინ ვლინდება, როდესაც მისთვის ჯილდო არ არსებობს. ზუსტად მაშინ, როდესაც ყველა ლოგიკური არგუმენტი ამბობს წადი. ზუსტად მაშინ, როდესაც არავინ უყურებს და არ განსჯის. 2. მოყვას ის მიმართ სიკეთე ღვთისკენ მიმავალი გზაა. ამ წიგნის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი პარადოქსი, რუთი წარმართია. მოაბელი. ისრაელის აღთქმის მიღმა მყოფი ადამიანი. მაგრამ სწორედ ისავლენს სამაგალითო რწმენას. სწორედ ის ხდება ღვთის მიმდევრობის მაგალითი. როგორ არის ეს შესაძლებელი? იმიტომ, რომ მან აირჩია გაჭირვებული და მასთან დარჩა. ნაომის არა მოგების მიზნით ემსახურებოდა. მან შეაგროვა მოსავალი, რათა გამოეკვება ხანდაზმული, ავადმყოფი ქალი. ის გათენებიდან დაღამებამდე მუშაობდა. ბოაზი ეუბნება მას, ყველაფერი მითხრეს, რაც დედამთილისთვის გააკეთე. მთელმა ქალაქმა იცოდა. და ღმერთმა დაინახა. მისი გზა აღთქმისკენ არა თეოლოგიური ცოდნით, არამედ მის გვერდით მყოფი ადამიანისადმი მარტივი ერთგულებით დაიწყო. ეს არის გადამწყვეტი გაკვეთილი, ღმერთთან სიახლოვე და გაჭირვებულთან სიახლოვე არ არის ორი განსხვავებული გზა. ისინი ერთია. 3. ღვთის განგებულება ჩვეულებრივ დღეებშიც მოქმედებს. და შემთხვევით ის ბოაზის მინდვრის ნაწილს წააწყდა? შემთხვევით. მაგრამ ამ შემთხვევით დევს მთელი ისტორია. დავითის მთელი გენეალოგია. მესიისკენ მიმავალი მთელი გზა. რუთის ისტორია არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ღმერთი არა დიდი სასწაულებითა და გამოვლინებებით, არამედ ჩვეულებრივი ადამიანების ჩვეულებრივი გადაწყვეტილებებით. ნაომისთან დარჩენის არჩევანით. ყანაში მარცვლეულის თავთავების კრეფის მიზნით გასვლით. კალოზე ღამის გათევის გზით. ბოაზის კარიბჭესთან ბოაზის პატიოსნებით. რუთის წიგნში არსად არ საუბრობს ღმერთი პირდაპირ. არსად არის ხილვა, ხმა ან მკაფიო ნიშანი. მაგრამ მისი ყოფნა იგრძნობა ყველა სტრიქონში. იმაში, რომ რუთი ბოაზის ყანაში აღმოჩნდა. იმაში, რომ ბოაზი ზუსტად სწორი ნათესავი აღმოჩნდა. იმაში, რომ ნაომი ზუსტად მოსავლის აღების დასაწყისში დაბრუნდა. განგებულება არ არის თეატრალური ეფექტი. ეს არის მშვიდი ხელი, რომელიც ხელმძღვანელობს იმას, რაც ჩვენთვის დამთხოვად გვეჩვენება. 4. ღმერთი იღებს ყველას, ვინც მასთან მიდის. რუთი უცხოელია. თავისი დროის ყველა სტანდარტით ის მარგინალიზებული იყო. ისრაელში წარმართი ქონების გარეშე ქვრივი, კავშირების გარეშე უცხოელი. მაგრამ ის დავითის დიდი ბებია ხდება. ის შედის იესო ქრისტეს გენეალოგიაში მათეს სახარებაში 1:5. ეს თეოლოგიურად ძლიერი განცხადებაა, ისრაელის ღმერთი არ არის ერთი ხალხის ღმერთი. აღთქმა ღიაა ყველასთვის, ვინც მასთან მიდის. ვისი ფრთების ქვეშაც მიხვედით სარწმუნოებაში, ამბობს ბოაზი. ზუსტად ეს გააკეთა რუთმა. ის მოვიდა. და ღმერთმა მიიღო იგი. 5. აღდგენა მოდის, მაგრამ ერთგული ადამიანების მეშვეობით. ნაომი ბეთლემში დაბრუნდა სახელით მარან მწარე. გატეხილი. უიმედო. მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი და ეს გააკეთა რუთის, ბოაზის, პატარა ბიჭის მეშვეობით, რომელიც ქალებმა მის კალთაში დააწვინეს. ეს არის გაკვეთილი იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ღვთის აღდგენა ჩვენს ცხოვრებაში. ის იშვიათად ჩნდება არსაიდან. ყველაზე ხშირად ეს ხდება ადამიანების მეშვეობით. იმ ადამიანის მეშვეობით, ვინც ახლოს დარჩა.
იმ ადამიანის მეშვეობით, ვინც ხელი შეუწყო. იმ ადამიანების მეშვეობით, ვინც ერთგულება აირჩია, როცა შეეძლოთ წასვლა. შენ შეგიძლია იყო ვინმეს რუთი. შენ შეგიძლია იყო ბოაზი. უფლის აღდგენის ინსტრუმენტი იმ ადამიანის ცხოვრებაში, ვინც ახლა საკუთარ თავს მწარეს უწოდებს. რუთის ისტორია მოკლე წიგნია. მხოლოდ 4 თავი. თუმცა ეს 4 თავი იმდენ რამეს შეიცავს, რომ თეოლოგები და მქადაგებლები ათასწლეულების განმავლობაში უბრუნდებიან მას. აქ მოცემულია გაკვეთილი ერთგულების შესახებ, რომელიც მოგებაზე მეტია. გაკვეთილი სიკეთის შესახებ, რომელსაც ღმერთი ხედავს მაშინაც კი, როცა სხვა არავინ ხედავს. გაკვეთილი განგებულების შესახებ, რომელიც მოქმედებს ჩვეულებრივი დღეების ჩვეულებრივ სფეროებში. გაკვეთილი იმის შესახებ, თუ როგორ იღებს ღმერთი ყველას, ვინც მასთან მიდის წარმომავლობისა და წარსულის მიუხედავად. და გაკვეთილი აღდგენის შესახებ, რომელიც ერთგული ადამიანების მეშვეობით მოდის. და აი შენი ჯილდო იყო სრული უფლისგან, ისრაელის ღმერთისგან, რომელსაც ენდობი რუთი 2:12. რუთმა თავშესაფარი იპოვა ღვთის ფრთების ქვეშ. და სწორედ იქ, როგორც ფსალმუნი 91 გვპირდება ნამდვილი დაცვაა. მისთვის, ნაომისთვის და ყველასთვის, ვინც ერთგულების გზას ირჩევს.